პირველ რიგში მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის, რომ აქვს საშუალება მიმართოთ ჩვენს მაყურებელს. როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც სამწუხაროდ არ იმყოფება ეხლა თბილისში, ვერ იმყოფება და ვერ იღებს მონაწილეობას ამ აქციებში, თვალს ადევნებს, ვადევნებთ და ეს მედია ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია, რომ ეს ემოციები გავიცადოთ, გავიგოთ რა ხდება, გავიზიაროთ ეს ტკივილი და ეს ბრძოლის უნარიანობა, რაც ჩვენ გვაქვს, რაც მე ძალიან მეამაყება, რასაც გვერდში ვუდგები მე. გვერდში ვუდგება ძალიან ბევრი იმიგრანტი, ვინც იმყოფება ევროპაში, სწორედ მათთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე არიან ხელოვანი სხვადასხვა დარგში, გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა საქველმოქმედო ღონისძიება ბერლინში, რომელიც გაიმართება 20 დეკემბერს. და იქნება შემოსვლა, რა თქმა უნდა, უფასოდ ყველა ადამიანს, ვინც შემოვა და იქნება შესაძლებლობა შეწიროს თანხა, ეს თანხა მთლიანად გადაეცემა იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც დღეს გონია რომ ყველაზე დიდ პრობლემის ქვეშ არიან, მათი ოჯახის წევრები არიან პატიმრობაში და ეს პატიმრობა გამოიწვია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა. რასაც მე როგორც ხელოვანი ვფიქრობ, რომ ჩემი წვლილი უნდა შემეტანა. მე ვალდებულად ვთვლიდი ჩემს შემოქმედებით კარიერაში რომ გამეკეთებინა თუნდაც ეს მცირედი რაც ამ ეტაპზე შემოიფარგლება კონცერტით. ჩვენ მე და ჩემმა ბენდმა ჩვენი სოლო საშობაო სოლო ტურნე, ასე ვთქვათ, გავაუქმეთ. რომელიც უნდა ყოფილიყო 7 სხვადასხვა გერმანიის ქალაქში, იმიტომ რომ მე არ ვაძლევ თავისუფლებას და არ შემიძლია ამ მდგომარეობაში. ვინმეს ვთხოვო ან გავუზიარო ეს ინფორმაცია, რომ უნდა აღნიშნოთ შობა და უნდა აღნიშნოთ ახალი წელის აზეიმო ვითარებაში. ეს წარმოუდგენელია, როცა ვიცი, რომ ათასობით ადამიანი უკვე 3 კვირა იბრძვის თან საკუთარი, არ ვიცი, აი მე კადრები ვნახე, რომ შემდეგ არც შემეძლო, რომ სოციალური მედიით რამე მენახა, იმდენად ცუდად ვიყავი და მართლა მინდა რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. აი აქ ხედავთ ახლა თქვენ წარწერას გერმანულად, რომელიც ნიშნავს andere Menschen denken, ნიშნავს სხვები ფიქრობენ. და სხვები თუ ფიქრობენ, შენ უნდა იმოქმედო. ყველა იმ ადამიანს ახლა გვიყურებს და შესაძლებლობა აქვს, რომ თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს ყველაფერში, ამ ყველაფერში, რომ ეს მალე და ძალიან მალე მშვიდობიანი გზით დასრულდეს, ვთხოვთ, რომ იმოქმედოთ, იმიტომ რომ ახლა დანაშაულია, რომ გაჩერდეთ. კი, ნათია და აი მიცით რა ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა აქ საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს გარეთ ნამდვილად აი ამ განწყობით არის, რაზეც თქვენ საუბრობდით, რომ ხო, ახალი წელი კი ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ყველასთვის, მაგრამ არის მომენტები და არის პერიოდები ქვეყნის ცხოვრებაშიც და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაშიც, როცა ამის გამოხატვა, საზეიმოდ გამოხატვის განწყობა უბრალოდ არ არსებობს და ახლა ალბათ ეს პერიოდია ყველასთვის. აი როდესაც თქვენ გამოაცხადეთ ამ კონცერტის შესახებ, რომელიც 20 დეკემბერს გაიმართება ბერლინში, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, როგორი იყო გამოხმაურება, როგორი იყო რეაქციები, მათ შორის აი მანდ მყოფი თქვენი კოლეგების თუ თქვენი მეგობრებისგან, იმიტომ რომ ვიცით ხო შობა როგორი დიდი დღესასწაულია მთელ მსოფლიოში და აი რა ტიპის გამოხმაურება მოჰყვა? ძალიან ბევრმა არტისტმა გამოთქვა მზაობა, რომ მიიღო მონაწილეობა. მე მინდა ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთქვა, რომ მოსულ სტუმრებს 20 დეკემბერს არ მხოლოდ კონცერტის ნახვის შესაძლებლობა იქნება, არამედ იქნება პატარა ფლომარტი, რომელიც იქნება ქართული არტისტების ნახატებით, ფოტოებით, პატარა ხელნაკეთი, ასე ვთქვათ, ნივთებით, რომლებიც იქნება, რა თქმა უნდა, შემოსული თანხაც ის, ვინც იყიდისან თავის სასურველ თანხას გაიმეტებს ამისთვის, ეს თანხაც რა თქმა უნდა მოხმარდება ამ ფონდს, რომელიც დაეხმარება დაზარალებული ადამიანების ოჯახის წევრებს. შემდეგ იქნება კონცერტი და მოსულ ხალხს ჩვენი მიზანი, გარდა იმისა, რომ თანხა შევაგროვოთ და დავეხმაროთ აქციაზე დაზარალებულ ადამიანებს, არის ის, რომ ევროპას, გერმანელებს ამ შემთხვევაში მკაფიოდ ვუთხრათ და ვაჩვენოთ ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენ ვიბრძვით ძალიან ძლიერად იმისთვის, რომ
გვერდფას კანდიდატი გვერდფას ევროპის წევრი ქვეყანა და ის რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს ზუსტად 1 წლის წინ აბსოლუტურად არ ემსახურებდა აი ამ გაგრძელებას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ხალხის ეს ბრძოლა დაუღალავი ბრძოლა და შრომა ძალიან დიდ და კარგ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და რეაქციებზე რაც შეიძლებოდა რომ მეთქვა მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლა თავიდანვე გამოხატა ამ პროექტის გამოთქვამ საუბარო დავხმარებოდა, თქვა რომ მოდის აუცილებლად, მადლობები გადაგვიხადეს, მაგრამ რა თქმა უნდა, აზრი ყოველთვის იყოფა ორად და იყვნენ ადამიანები, ვინც ეს ასე ვთქვათ, ცუდად შეაფასეს. მე მართლა მინდა ფუძნებად უთხრა მათ, რომ ეხლა არ არის იმის დრო რომ შევშინდეთ რამეზე. ეხლა მხოლოდ მოქმედების დრო არის და თუ არ ვიმოქმედებთ, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით ჩვენი ქვეყნის საკეთილ დღეებს და მე კიდევ ერთხელ არ მინდა რომ ვწუხარ ძალიან იმაზე რომ ხელოვან ადამიანებს არტისტებს გვიწევს პოლიტიკურ ასპექტში ესე ძლიერად შემოჭრა, რაც ჩვენი საქმე საერთოდ არ არის. მაგრამ ვფიქრობ რომ დღეს არის ის დრო, როცა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს უბრალოდ არ აქვს უფლება რომ გაჩერდეს, დაიგნოროს ან დაელოდოს, იმიტომ რომ თითოეული დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ათასობით ადამიანს, ვინც დღე და ღამეს ატენებს იმისთვის, რომ ჩვენი შედეგი, რაც ჩვენს ხალხს სჭირდება და ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ძალიან მალე ახდეს და მე ამის ძალიან მჯერა. და თქვენ გვერდით ვართ, ჩვენს ქართველებიც და ევროპაც. ნათია, მართლა ძალიან კარგი სიტყვები იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მინდა რომ მკითხოთ, იცით რა, მე თავიდანვე ასე წარგადგინეთ, რომ კი გერმანიაში ძალიან ცნობილი ხართ, საქართველოში უყვარხართ ძალიან ბევრ ადამიანს, მაგრამ თქვენ ხართ დევნილი აფხაზეთიდან და აი რაღაცნაირად თითქოს სიმბოლიზდება თქვენში ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ გახდით რუსული ოკუპაციის მსხვერპლი და მეორეს მხრივ ხართ ახლა ევროპაში და ძალიან კარგად იცით რა შესაძლებლობები შეიძლება მისცეს ადამიანს და როგორ შეიძლება საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები გამოიყენოს ევროპაში, ხო, ყველა ადამიანმა და ზუსტად აი ამის გამო მინდოდა რომ თქვენი შეხედულება გეთქვათ, აი ის რაც თქვენი თვალით ნახეთ, რა არის რუსეთი და რა არის ევროპა. რეალურად ხომ პოლიტიკა არ არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ქვეყნის გზაგასაყარი, ქვეყნის ყოფნა თუ არ ყოფნა. აი ეს არის რეალურად დღეს აი ამის წინაშე ვდგავართ, ხომ ასეა? დიახ, ძალიან საინტერესო კითხვა. მე რა თქმა უნდა ვხედავ კითხულობა შეიძლება ინფორმაციას რაც ამ კონცერტს მოყვა აუცილებლად მოდის ჩემამდე, ხო, შეიძლება ვიღაცამ გითხრას ან უბრალოდ მოხვდეს თვალში ან იმდენჯერ მოგნიშნეს რომ წაიკითხე ეს ინფორმაცია. თვალში მომხდა და ყველაზე მეტად ალბათ დამამახსოვრდა, რამაც დამაფიქრა და სწორედ ამ ადამიანებს მინდა მივმართო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ალბათ თავიანთი წარსულიდან გამომდინარე არიან შეშინებულები ძალიან. მე არ გულისხმობ ახალგაზრდა თაობას, რომელიც დაუღალავად იბრძვის, გულისხმობ მშობლების ბებია-ბაბუის თაობას, რომლებიც მე იმედი მაქვს, რომ მხოლოდ იმიტომ შიშის ფაქტორით, იმიტომ ფიქრობენ ან ხედავენ ამ ყველაფერს, რომ საკმაოდ რთული და მძიმე წარსული გამოვიარეთ ჩვენ. მაგრამ მე მოგმართავთ ახლა თქვენ ზუსტად ამ ადამიანებს, რომლებსაც ეჭვი შეიძლება გეპარებოდეთ ევროპაზე. მე გავიზარდე აფხაზეთში და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემი ყოველდღიურობა არც მინდა რომ შევატარო დღევანდელ ყოველდღიურობას, ან არ მინდა რომ შევატარო საერთოდ ევროპის რომელიმე ნორმალური ქვეყნის ყოველდღიურობას. მე არ მქონია ბავშვობა და მე არ დავუშვებ არც ერთი წუთით, რომ ოდესმე შეიძლება მსგავსი საშიშროება მიენიჭოს რომელიმე ბავშვს, რომელიც დღეს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობს და აქვს იმის საშუალება, რომ მისი მომავალი იყოს ნათელი, ბედნიერი და წარმატებული, რასაც ჩვენ ევროპა აუცილებლად მოგცემს და ამის შესაძლებლობას მისცემს საქართველოს და ქართველებს.